ხელოვნური ინტელექტი თქვენ სამსახურს ემუქრება. ამჟამად მთელი ინდუსტრიები ნადგურდება ხელოვნური ინტელექტის მიერ. სამუშაოები ქრება, რადგან ადამიან მუშებს ანაცვლებენ ავტომატიზირებული ალგორითმები, რომლებიც იმავე ამოცანებს უფრო სწრაფად, ეფექტურად და რაც მთავარია, იაფად ასრულებენ. ეს უკვე ვნახეთ ფინანსებში, ჯანდაცვაში, მომხმარებელთა მომსახურებაში, ლოგისტიკაში და წარმოებაში. ერთის შემდეგ მეორე, ხელოვნური ინტელექტი იკავებს იმ სამუშაოებს, რომლებიც მილიონობით ადამიანს ხელშეუხებლად მიაჩნდა. მაგრამ ერთი პროფესია თითქოს და ამ ყველაფერს გაურჩია. იურისტობა. ან ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობდნენ იურისტები. 1960-იანი წლებიდან იურიდიული ფირმები ეყრდნობოდნენ საათობრივ ანაზღაურებას. კომპანიები თავიანთ კლიენტებს თანხას თითოეული საქმის მიხედვით კი არა, საათების მიხედვით ახდევინებდნენ. კლიენტები იხდიდნენ არა მხოლოდ ფირმის გამოცდილებისთვის, არამედ დახარჯულ დროშიც. კონტრაქტების დეტალურად შესწავლა, დოკუმენტების შედგენა, კონკრეტული ფაილების ან იურიდიული პრეცედენტების მოძიება, ეს ყველაფერი დროის ხარჯვას მოითხოვს. ყოველი საათი აღირიცხებოდა, მრავლდებოდა ფიქსირებულ ტარიფზე და შემდეგ ინვოისით ეგზავნებოდა კლიენტს, რომელიც სიხარულით იხდიდა, რადგან სჯეროდა, რომ ფირმის ყოველი წამი აუცილებელი იყო. და სწორედ ამიტომ გახდა იურიდიული ინდუსტრია ასეთი ღირებული. ამიტომ შეძლეს ყველაზე დიდმა ფირმებმა წლიდან წლამდე უზარმაზარი შემოსავლების მიღება. საზოგადოებამ დაეჯერა ილუზია, რომ საუკეთესო იურიდიული გონები დაუღალავად მუშაობდნენ მათ საქმეებზე. კულისებში კი სულ სხვა ამბავი ხდებოდა. ეს ილუზია უბრალოდ თვალისახვევა იყო. სათავეში მყოფები ხშირად ანდობდნენ თავიანთ ყველაზე დროს მომთხოვნ დავალებებს, უმცროს იურისტებს. ეს ახალბედა თანამშრომლები მაინც იღებდნენ სოლიდურ ხელფასებს, მაგრამ ისინი მთლიანობაში ბევრად მეტ ფულს შემოქონდათ ფირმისთვის იმ უამრავი დასარიცხი საათის ხარჯზე, რომელსაც ყოველ კვირას მუშაობდნენ. იურიდიული სფერო პირამიდას გავდა. ზედა ნაწილში იყვნენ ყველაზე ელიტური გამოცდილი პარტნიორები და ფირმის მფლობელები. ისინი წარმოადგენდნენ თავიანთ ფირმებს და დროის დიდ ნაწილს კლიენტებთან ურთიერთობასა და ურთიერთობების პირამიდის ქვედა ნაწილში ყველაფრის საყრდენად იყვნენ უმცროსები. დენად იყვნენ უმცროსები. ისინი, ვინც ასრულებდნენ ძიმე სამუშაოს, ყოველდღიურად ერთფეროვან და დამღლელ ამოცანებს ასრულებდნენ. ფირმები წარმატების მარტივ გზას ხედავდნენ, მეტი უმცროსის დაქირავებას. მეტი თანამშრომელი ნიშნავდა კლიენტებისთვის დასარიცხ მეტ საათს და ეს კი ფირმაში და მის პარტნიორების ჯიბეებში მეტი ფულის შემოდინებას ნიშნავდა. ეს იყო წარმატებული და მომგებიანი სისტემა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული სამყარო ვითარდებოდა. იურისტებს მიეცათ ცდომა ტექნოლოგიებზე, რომლებიც გარკვეულ პროცესებს აჩქარებდა, მაგრამ მათი სამუშაოს დიდი ნაწილი მაინც მთლიანად დამოკიდებული იყო იმაზე, რომ ვიღაცა დოკუმენტებსა და სახელმძღვანელოებს ამოწმებდა. და შემდეგ გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტი და მთელი პირამიდა ნელ-ნელა დაინგრა. იურიდიულ სფეროში პარტნიორები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ არალოგიკურადაც კი მოეჩვენებოდათ. კურს დამთავრებულებს უფრო და უფრო უჭირთ სამსახურის პოვნა, რადგან კომპანიები ტოვებენ ძველ გამოცდილ მიდგომას. უბრალოდ განაგრძე დაქირავება, რაც აქამდე ასე კარგად მუშაობდა მათთვის. Clifford Chance, ერთ-ერთი ყველაზე დიდი იურიდიული კომპანია მსოფლიოში, ათეულობით პოზიცია გააუქმა. PwC, კიდევ ერთი გიგანტი, ღიად აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ზრდა ნაკლები თანამშრომლის დაქირავებას გამოიწვევს. იურიდიული სამუშაოს მთელი კატეგორიები ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის მიერ იკავება, ავტომატიზირდება და ოპტიმიზირდება. ინდუსტრია, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რომ ყოველი საათი უზომოდ ფასეულია, ახლა იძულებულია ახალ რეალობას შეეგუოს, სადაც სამუშაოს ყოველი საათი შეიძლება რამდენიმე დათგაპუნებასა და ალგორითმში ჩაეტიოს. პარტნიორებმა ნახეს, რა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს და ეს მათ დილემის წინაშე აყენებს. უნდა გააგრძელონ ახალი დამცქები თანამშრომლების აყვანა, თუ უნდა მიიღონ ხელოვნური ინტელექტი და მისცენ ტექნოლოგიას საშუალება, რომ რუტინული სამუშაოები შეასრულოს. პასუხი აშკარაა. დღეს წამყვან იურიდიულ ფირმაში პირველი წლის ასოცირებული თანამშრომლის საბაზისო ხელფასი დაახლოებით $225,000. ეს არ მოიცავს ბონუსებს, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ხარჯებს, რომლებიც ოფისის ფართთან და აღჭურვილობასთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი ფირმა ასევე ფარავს ხარჯების ნაწილს, რომლებიც დაკავშირებულია უმცროსი თანამშრომლების სამაგისტრო განათლებასთან. წლების განმავლობაში ეს ხარჯები ფაქტობრივად არ იყო მნიშვნელოვანი ფირმის ფინანსური შედეგებისთვის. თუნდაც ფირმას გაეწია $250,000 უმცროსი ასოცირებული თანამშრომლის ხელფასზე. იგივე თანამშრომელი შემოიტანდა ამ თანხაზე რამდენჯერმე მეც კლიენტებისთვის დასარიცხი საათებით. ისინი იყვნენ დამოუკიდებელი და ძალიან მომგებიანი ქარხნები, რომლებიც ასრულებდნენ უზარმაზარ სამუშაოს და გამოიმუშავებდნენ ბევრად მეტ ფულს, ვიდრე მათი შენახვა ჯდებოდა. ეხლა ფირმებს შეუძლიათ გადავიდნენ ისეთ ქარხანაზე, რომელიც 1000-ჯერ უფრო სწრაფია, დღეღამე მუშაობს და რაც მთავარია, მისი შენახვა ბევრად იაფიჯდება. უმცროსი ასოცირებული თანამშრომლის ღირებულება $225,000. ChatGPT Plus-ის გამოწერა კი $20 ღირს. სხვაობა იმდენად დიდია, რომ ვერავინ უგულებელყავს. რატო უნდა შეიწუხოს თავი რომელიმე ღირსეული კომპანია ტალანტის მოძიებით, უმცროსი ასოცირებული თანამშრომლების დაქირავებით, მათი განათლების დაფინანსებით, გადამზადებით, ოფისის სივრცის გამოყოფით და შემდეგ 6 ნიშნა ხელფასების გადახდით. როდესაც შეუძლიათ უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ, რომ ყველაფერი გააკეთოს მათთვის გაცილებით ნაკლებ ფასად. თუნდაც მაქსიმალური კონცენტრაციით და ნორმალური სამუშაო ტემპით, ადამიანები ერთდროულად მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ინფორმაციას ამუშავებენ. საშუალო თანამშრომელს თითოეულ გვერდზე დაახლოებით 2 წუთი სჭირდება. ეს კი 100 გვერდიანი დოკუმენტისთვის რამდენიმე საათის მუშაობაა. ამ დროს ხელოვნური ინტელექტი რამდენიმე საათი მე საათში 1000 კონტრაქტს ამოწმებს. ეს დროის 75%-ით შემცირებაა.
მას შეუძლია უსასრულოდ სწრაფად იმუშაოს იურისტთა მთელი ჯგუფების შედარებით, თანაც იმ შეცდომების გარეშე, რასაც გადაღლილი იურისტები უშვებენ. საკმარისია ერთი წამიერი უყურადღებობა ახალ ბედა თანამშრომლისგან, რომ მნიშვნელოვანი რამ გამორჩეს, ან ისეთი შეცდომა დაუშვას, რაც კომპანიას დროსა და ფულს დაუჯდება. ხელოვნურ ინტელექტს ეს პრობლემა არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იურისტები აღარიან საჭირო. ზედარგოლში მყოფები მაინც საჭირონი არიან. მათი უნიკალური შესაძლებლობები და გამოცდილება კვლავაც ისეთივე ფასეულია, როგორც ადრე. მაგრამ ქვედარგოლის თანამშრომლების შრომა განმეორებადი სამუშაო, რომელიც ყველაფრის საფუძველს ქმნის, არ არის საჭირო. მარტივია იმის დანახვა, რატომ ხედავენ იურიდიული კომპანიები ერთადერთ გამოსავლად ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას და სათქესი პოზიციების შემცირებას. ეს არ არის ის, რასაც იურიდიული კომპანიები და პარტნიორები საკუთარი სურვილით ირჩევენ ან წვეტენ. ეს მათზე იძულებით მოდის. თუ გადარჩენა სურთ, მათ უნდა მიხუნენ დინებას და ახალ იურიდიულ წესრიგს მოერგონ. საათობრივი ანაზღაურების მოდელი იცლება. მათ აღარ შეუძლიათ $100 საათში დააკისრონ კლიენტებს იმ ამოცანებისთვის, რასაც კომპიუტერი წამებში ასრულებს და ეს 1 ცენტზე გაცილებით ნაკლები ღირს. კლიენტებიც აცნობიერებენ ახალ რეალობას. უკვე არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ისინი უარს ამბობენ საბაზისო იურიდიული კვლევებისა და დოკუმენტების გადახედვის საფასურის გადახდაზე. როგორც კალიფორნიელი კომერციული დავების იურიდიული ფირმის მფლობელი ამბობს, ფაქტია, რომ იურისტები კლიენტებს ბევრ ისეთ ამოცანაში ახდევინებენ ფულს, რასაც ავტომატიზაცია ან ხელოვნური ინტელექტი უკეთესად და უფრო ეფექტურად გაუმკლავდება. როდესაც კლიენტები ამას გააცნობიერებენ, ისინი უარს იტყვიან იურისტებისთვის გადახდაზე იმ ამოცანების შესრულებისთვის, რასაც კომპიუტერი თითქმის უფასოდ მარტივად გაუმკლავდება. იურიდიულმა ფირმებმა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგეს, მაგრამ მათ აღმოაჩინეს ინსტრუმენტი, რომელიც ბევრ დროსა და ფულს დაუზოგავთ. იურიდიული სფეროს მთელი წესები ჩვენს თვალწინ თავი დამიწერება. ზედა საფეხურზე მყოფები, ქვედა საფეხურზე მყოფებს წყობებს სწირავენ არა მხოლოდ იმისთვის, რომ სამუშაო შეინარჩუნონ, არამედ იმისთვისაც, რომ კიდევ უფრო ძლიერები გახდნენ. პირამიდის მწვერვალზე მყოფები ამ ყველაფრიდან კიდევ უფრო გამდიდრებას აპირებენ. ეს მიუხედავად იმისა, რომ მათი ფირმები ვეღარ ახერხებენ კლიენტებისთვის დოკუმენტურ სამუშაოზე დახარჯული უთვალავი საათების საფასურის დარიცხვას, მათ აღარ სჭირდებათ ზედნადებთან, ხარჯებთან ან ასოცირებული იურისტების დაქირავებასა და მართოსთან დაკავშირებულ ტვირთებთან გამკლავება. ეს უმაღლესი დონის იურისტები ახლა წარმოუდგენელი პროდუქტიულობის მწვერვალებს აღწევენ. ერთი ელიტური პარტნიორი ახლა მთელი ფირმის სამუშაოს უფრო სწრაფად და მარტივად ასრულებს, ვიდრე ოდესმე წარმოედგინათ. მათ შეუძლიათ დაიტოვონ ყველა მოგება, რაც ამ პროცესში მიიღეს, რადგან აღარ არის საჭირო მისი გადანაწილება ქვედარგოლებზე. მაგრამ მაშინ, როცა მტაცებლები ყვავის, ყველა დანარჩენი ზარალობს. იურიდიული ფირმები საშუალო და ქვედარგოლებში მყოფი ადამიანები მალე ნახავენ, როგორ გაქრება მათი განვითარების გზა ერთ ღამეში. ადვოკატები, რომლებიც უბრალოდ კარიერის შექმნას და იურიდიული საქმიანობის დამღლელი, მაგრამ აუცილებელი ასპექტების შესრულებას ცდილობენ, იძულებულნი არიან დატოვონ ეს სფერო. მათთვის არ არსებობს უსაფრთხოების პატე. ამ მანევრის სრული სისასტიკის დასაფარად იურიდიულმა ინდუსტრიამ ერთგვარი კვამლის ფარდა შექმნა. ახალი კარიერული გზა სწრაფად შეკოციცდა. იურიდიული ინჟინერი. პირველად რომ მოისმენ, საინტერესო და პრესტიჟულადაც გიჟღერს. პოზიცია, რომელიც აერთიანებს იურიდიულ საქმიანობას ტექნოლოგიურ სრულყოფილებასთან, იურიდიული პროფესია ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის. ადამიანები უკვე ცდილობენ ამ ახალი პროფესიის გარშემო აჟიოტაჟისა და მღელვარების შექმნას. ისინი სტუდენტებს აკედინებენ იდეას ჰიბრიდული კარიერის შესახებ, სადაც შეუძლიათ ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და ამავე დროს სამართლიანობისადმი თავიანთი მნების განხორციელება. იურიდიული ინჟინრის როლის უკან დგომი ციფრებიც არანაკლებ ოპტიმისტურად გამოიყურება. მონაცემები აჩვენებს, რომ 2023-დან 2024 წლამდე იურიდიულ კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა 19%-დან 79%-მდე გაიზარდა. იურიდიული ინჟინრების სამუშაო ბაზარიც ანალოგიურად სწრაფად გაიზარდა. თუ უფრო ღრმად დავაკვირდებით, მტკიცებულებები ასევე მიუთითებს, რომ ეგრეთ წოდებული ინჟინრების უმეტესობა იურიდიული ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიების კარტიტვებისა და მომხმარებელთა წარმატების დეპარტამენტებშია დასაქმებული. ესენი იურისტები არ არიან. ისინი ძლივს აკმაყოფილებენ იურიდიული პროფესიონალების კატეგორიას. ესენი კოსტიუმში ჩაცმული გამყიდველები არიან. იურიდიული ინდუსტრიის ანალოგი იმ ადამიანებისა, ვინც ოდესღაც ექიმობა უნდა ან ექიმი იყო, მაგრამ საბოლოოდ ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი გახდა. ეს როლები მთლიანად პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზეა ორიენტირებული. ისინი იურიდიული ინდუსტრიის ავტომატიზაციის დასაჩქარებლად არსებობენ. მთელი ეს კარიერა თანამედროვე ტროას ცხენია. ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას სასამართლო საქმეებსა და მართლმსაჯულების სისტემას მიუძღვნიდნენ, ახლა ისეთ პოზიციებზე გადაჰყავთ, რომლებიც მათ მისწრაფებებს ამსაგრევს. მათ ატყუებენ და აიძულებენ წამყვანი როლები შეასრულონ იმავე ინდუსტრიის განადგურებაში, რომელიც მათთვის ასე ბევრს ნიშნავს. და ისინი, ვინც ზევით არიან, ზუსტად იციან რას აკეთებენ. ისინი აცნობიერებენ, რომ უმცროსი ასოცირებული იურისტების კარიერული წინსვლის დრო დასრულდა. მაგრამ ამას პირდაპირ ვერ გამოაცხადებენ. ვერ იტყვიან, რომ ახალი თანამშრომლების აყვანას აჩერებენ და ახალგაზრდა ტალანტებს მთლიანად უარს ეუბნებიან. ამიტომ ისინი იგონებენ ახალ როლს. ამტკიცებენ, რომ ეს არის იდეალური გზა დამწყები იურისტებისთვის და ბინძურ სამუშაოს ახალ თაობას გადააბარებენ. ისინი საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერ კურსდამთავრებულებს ირჩევენ და მათ მომწოდებელი კომპანიების პოზიციებზე ამყოფებენ. ჰპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ასე არ მოხდება. ამ ახალგაზრდა პროფესიონალებს აძლევენ მოგონილ ტიტულებს, როგორიცაა გადაწყვეტილებების კონსულტანტი და იურიდიული ტექნოლოგი.
მათ ავალებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები მიყიდონ იმ ფირმებს, რომლებმაც შეიძლება ისინი დაექირავებინათ და გაეწურთნათ. მათ twins ურეცხავენ, რომ დაანგრიონ სწორედ ის კიბე, რომელიც თავად უნდა აევლოთ. ეს ბნელი და ბინძური სქემაა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ინჟინრებიც კი არ არიან დაცულები გარდაუვალი კოლაფსისგან. მათი ტროჯანული ცხენი დაიწვება ზუსტად ისე, როგორც ყველა სხვა საწყისი დონის პოზიცია. მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირდება უმეტეს ფირმაში. ამის შემდეგ იურიდიული ინჟინრების მომსახურება აღარ იქნება საჭირო და ეს შეიძლება უფრო მალე მოხდეს, ვიდრე ხალხს გონია. ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ იურიდიულ სფეროში არ ვრცელდება ელვის სისწრაფით. ის ყოველდღიურად უფრო ჭკვიანი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ენის წაკითხვასა და ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი რთული ფორმაა, სამართალი თავის არსში ენაა. ყველაფერი სიტყვებზე, წესებზე, ნიმუშებსა და ტერმინებზეა დამოკიდებული. სწორედ ეს არის ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი სწრაფად სწავლობს. საუკუნეების განმავლობაში იურიდიული ტექსტების სირთულე იმას ნიშნავდა, რომ მათ მხოლოდ ის ადამიანები წარმატებით აანალიზებდნენ, ვინც საკუთარ თავს ამ სფეროს უძღვნიდა. ადამიანები, რომლებმაც წლები გაატარეს იურიდიული ენის შესწავლასა და კონტრაქტებისა და შეთანხმებების სირთულეების გაცნობაში. ხელოვნური ინტელექტს ამის გაკეთება არ სჭირდება. მათთვის ასკვერდიანი იურიდიული დოკუმენტის მონახაზი უბრალოდ მონაცემთა ერთობლიობაა, რომელსაც შეიძლება ექსტრაპოლაცია, ანალიზი და გაგება იმ დროში, რაც ადამიანს თვალის დახამხამებაში სჭირდება. და მათ ამ დონემდე მისაღწევად წლების განმავლობაში სწავლა და განვითარებაც კი არ დასჭირდათ. 2023 წლისთვის ChatGPT-ს საჯარო გამოშვებიდან რამდენიმე თვეში GPT-4-მა ჩააბარა ერთიანი ადვოკატთა გამოცდა და ის ბრწყინვალედ ჩააბარა. მან რეალური იურიდიული კურსდამთავრებულების საშუალო ქულას გადააჭარბა. 2025 წლისთვის ხელოვნურმა ინტელექტმა კიდევ უფრო წინ წაიწია. OpenAI-ს O3 მოდელმა მერილენდის უნივერსიტეტის 8 ფინალურ გამოცდაზე A+-დან B-მდე შეფასებები მიიღო. დრო დასჭირდა იურიდიულ პროფესიას და მთლიანად საზოგადოებას, რომ ეს რეალურად გაეცნობიერებინათ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის გაჩენის მომენტიდანვე ამ სფეროს მომავალი უკვე განსაზღვრული იყო. უმცროსი ასოცირებული იურისტები განწირულნი იყვნენ, ხოლო მაღალი რანგის პარტნიორები თავიანთ ახალბედა თანამშრომლებს EAP გენერაციული AI-ის გამოწერების სასარგებლოდ მიატოვებდნენ. მაგრამ მათი მიდგომის პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული. რადგან თუ კომპანიები უმცროს ასოცირებული იურისტებს აღარ დაიქირავებენ, როგორ გაიზრდება მომავალი თაობის უფროსი პარტნიორები? თუ ახალგაზრდა პროფესიონალები თავიანთ ჩამოყალიბების წლებს უფროსი მენტორების ხელმძღვანელობით არ ატარებენ, მაშინ ვინ გაუძღვება უმაღლესი დონის კორპორაციულ მოლაპარაკებებს 10, 20 ან 30 წელიწადში? ამაზე დღეს წამყვან პარტნიორებს პასუხი არ აქვთ. რაც კიდევ უფრო უარესია, მათ არც კი აინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხის პოვნა, იმიტომ რომ ისინი ისევ ფულს შეულობენ, უფრო მეტსაც კი ვიდრე ოდესმე. და რადგან მათი უმეტესობა მანამდე პენსიაზე გავა, სანამ დიდი პრობლემები რეალურად გამოჩნდება, რატომ უნდა აინტერესებდეთ? რატომ უნდა ანაღლოდეთ ის, რომ შეფასებით, ყველა იურიდიული ამოცამის 44% უკვე სრულად შეიძლება ავტომატიზდეს კომერციულად ხელმისაწვდომი ხელოვნური ინტელექტის პროგრამებით. არ ანაღლოთ, მაგრამ უნდა ანაღლებდეთ. ყველას უნდა ანაღლებდეს. რადგან როცა ყველა იურიდიული ამოცანის 44% ხელოვნური ინტელექტის მიერ სრულდება, ეს ნიშნავს, რომ $1 ტრილიონ ბაზარზე 44% გაქრა. დაახლოებით $9 ტრილიონი წლიური კორპორატიული ხარჯი დატოვებს იურიდიულ ფირმებს და გადაინაცვლებს პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში. აქედან მოყოლებული ციფრები კიდევ უფრო უსიამოვნო ხდება. როდესაც იურიდიული ფირმა გარდის ადამიანზე ორიენტირებული სამუშაო პროცესიდან, რომლისთვისაც საათში რამდენიმე $100 ახდევინებენ, ფხისიერ ავტომატიზებულ სისტემებზე ბევრი ამოცანის შესრულების ხარჯი დრამატულად მცირდება. როგორც კი ხელოვნური ინტელექტის სრული ჩანაცვლება მოხდება, ფირმები იურიდიული ამოცანების თითქმის ნახევრისთვის ნაკლებ თანხას მიიღებენ. ეს არ ამგრადია. რა თქმა უნდა, არა მათთვის, ვინც ყველაზე მაღლად დგას. ისინი კვლავაც უხელმძღვანელებენ სასამართლო პროცესებსა და კორპორატიული კონტრაქტების გაფორმებას. მაგრამ ყველა და დანარჩენისთვის, ვინც მათ ქვემოთაა, მომავალი მძიმეა. ათასობით საშუალო და საწყისი დონის იურისტისთვის სისტემა დამსხვრეულია. მას ანგრევენ ისინი, ვისაც მისი დაცვა ევალებათ. და ახლა ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. მაშ შეცვლის თუ არა ხელოვნური ინტელექტი იურისტებს? სრულად არა. ამ პროფესიას ყოველთვის დასჭირდება ადამიანური განსჯის გარკვეული დონე. ადამიანები კვლავაც გააგრძელებენ თავიანთი კლიენტების წარმომადგენლობას. იქნება ეს სასამართლოში თუ მაღალი დონის კორპორაციულ მოლაპარაკებებზე. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის და სამუდამოდ შეცვლის ამ ინდუსტრიას. არა მხოლოდ ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, არამედ მთელი კარიერების გაქრობის გზითაც. და ისინი აღარასოდეს დაბრუნდებიან. მოგწონს ეს თუ არა, ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია უკვე აქ არის. მაგრამ კიდევ რომელი პროფესიებია საფრთხის ქვეშ? ნახეთ ვიდეო Top 20 პროფესია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. რომ გაიგოთ ან დააწკაპუნეთ ამ ვიდეოზე.